ბატონაჩიკო, რა ვიცი, ვაკავდი და ამის პრობლემა უქონია და ეს რატო შეგვიძლია? ამასთან არ შეიძლება ეს კანონის დარღვევა პირველ რიგში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა გამოიყო შესაბამისი ადგილები, სადაც ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიას ეკნება უფლება და საშუალება, რათა განათავსოს პლაკატები და პირველი ორი კითხვა მაქვს. კონკრეტულად რომელი კანონის დარღვევა არის, თუ შეგიძლიათ დამსახელოთ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევა და 150-ე. და მეორე გამოყოფილი აქვს თუ არა ქობულეთის არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღის არის ვადა არ არის ჯერ გასული და გამოიყოფა. ამ შემთხვევაში რადგან ქობულეთის მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით ადგილები არ აქვს გამოყოფილი. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ესე იგი პირველი გავითვალისწინოთ, ეს არ არის საარჩევნო მასალა და აგიტაცია. პირდაპირ გეუბნებით იერსახეს. ეს არ არის. მოდი ეს სხვა საკითხია. ეს სხვა ამბავია. ეს არ არის საარჩევნო აგიტაცია, ეს არის საარჩევნო აგიტაცია, სადაც პოლიტიკური პარტია კონკრეტული ღონისძიებისთვის კონკრეტული პოლიტიკური პარტია აკეთებს ზონრივი შეკრებისთვის არის პოლიტიკური პარტიის შეკრება არ არის. დიახ. პოლიტიკური პარტია არ არის. ეს პირველი. მერე თქვენ ვერ მისაბუთებთ. აქ არის საუბარი 46 მუხლზე. 46 მუხლში თეთრზე შავად გარკვევი წერია, რომ კანონ დარღვევა არის. მე მაგალითად თუ გავაკრავ ამას ადმინისტრაციულ შენობაზე, აქ საუბარია პოლიციაზე, საუბარია ჯარზე, საუბარია თვითმმართველობის შენობაზე, ან თუ გავაკრავ ისტორიული კულტურული ძეგლებზე, ამ შემთხვევაში თქვენ მართლაც გაქვთ უფლება შემომედავოთ და ვისაუბროთ, რომ მე დავარდე. ერთ კითხვას გისვა, ხო დაამთავრე. ჩვენ არა ვარ, არანაირ პირველი ხაზი მინდა გავუსვა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. პირველ რიგში ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება, ნებისმიერი ჩვენი გადაადგილება, ღონისძიება იყოს კანონის, სამართლის და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. აქ არის ჩვენ საუბრობთ 46 მუხლზე და 46 მუხლი მე ამას არ მიგზავნოს, რომ მე გავაკრა ეს პლაკატი ამ განათების ბოძებს. და იქ საუბარია ერთადერთი კიდევ ადმინისტრაციული შენობების გარდა, საუბარია კერძო მესაკუთრეებზე. კერძო მესაკუთრე თუ მე მომცემ უფლებას, თქვა მინი სახლია და ვიცით ეგ დაასრულეთ? კი, შეიძლება დავილაპარაკო. გეუბნებით. ადმინისტრაციული სამართალ დარღვევით 150 მუხლის თანახმად არ შეიძლება პირდაპირ გეუბნებით პოლიტიკური პარტია როცა აკეთებს მოწოდებას აქციას ეუბნებით არ შეიძლება ბოძებზე, რომელიც იერსახეს უკარგავს ქალაქს, ახალ შეღებილია. ხედავთ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, არც ერთი პლაკატი წამოდით, ჩამოვიაროთ, გაკრულ. პირდაპირ გეუბნებით, ზიანს აკეთებ, თავიდან უნდა გადაიღებოს, თავიდან უნდა გაიწიოს ხარჯი, რომ მოიხსნას აღნიშნული პლაკატი. ამ შემთხვევაში ჯარიმა რამდენია? იგი პასუხისმგებლობებიც არის, გათვალისწინებული რამდენადაც ვიცი. არა არის რაღაც მცირე მიზერულია 50 არის. განმეორების შემთხვევაში განმეორების შემთხვევაში 500-ია. თუ აგზელებთ ესე 50 ლარი, თუმცა მე კიდევ გეუბნები, ჩვენ შეგვიძლია იურისტებთან ერთად გავახსენოთ საუბარი 46 მუხლის საფუძველზე. მე მაქვს უფლება ეს გავაკრა ბოძებზე. ბოძები ზიანდება. ამ შემთხვევაში არა, ამ შემთხვევაში. არა, მოდი ახლა პრინციპულად ნუ უდგები. არ უდგები. საერთოდ ერთ გაგებაზე მივიდეთ, მოვედი, აგერცენით. არ შეიძლება თქვენს მოგწონთ ახლა ერთ ამას უყურებთ. ერთი წუთი. თუ არ შეიძლება მეუბნებით, მე გეუბნებით რომ მაქვს კანონით ამისულება. თქვენ მეუბნებით არ შეიძლება. საარჩევნო პლაკატზე არის ციფრი აღნიშნული კონკრეტულად. ეს არის აქ არსად არ არის ციფრი 7-იანი აღნიშნული, რომ აგიტაცია პოლიტიკური მიმართვა ეს. პოლიტიკური მიმართვა ეს ღონისძიება, ხალხთან შეხვედრა არის ღონისძიება. საინფორმაციო პლაკატებს ვაგრავდით და გამოვიდა გამგეობის თანამშრომლები და აგვიგზავნა. რომ არ გააკურათო. არ ვიცი ახლა არ შეიძლება ჯერ არ არისო კანონშიო მიღებული ესე რომ კანონით გათვალისწინებული რომ ამ ეტაპზე ეს გახორციელდეს. მე დღეს შევნიშნე ქალაქში გამოვიარე ასეთი საინფორმაციო პლაკატები არის გაკრული მელაძის კონცერტი გუშინ და ვნახე რომ ასეთი რაღაცები იმისთვის არის დაშვებულია და ჩვენთვის რაღაც რადგანაც არ არის ყველაფერი შეზღუდეთ ძალიან შეზღუდულად